სალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხეების ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის პაციენტი და არ უნდა დარეკოთ, უნდა მომწეროთ. თავისუფალი დრო მექნება კი პასუხებთ ეგრევე. ჩემი ესე იგი ჟღურტულა ხმის გაგონება თუ გინდათ, voice მოგწერთ. მითხარით, რომ voice მომწერეთ ქალბატონო ნინო. მოგწერთ. ნახოთ, ვისთვის არის გაშლა. რა გავაკეთო ამ ბოლო დროს სულ რამდენი დავიწყებ გაშლა, სულ იწყება კარგი არ მივაქცევ ყურადღებას. კიდევ მითხარი, ვისთვის არის გაშლა. მოიცადეთ რაღაცას კიდე კარგი ნახოთ აბა სამოგზაუროთ არის ან რაღაცა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, თითქოს ესეთი რაღაც მიფიქსირდება ეს ვისთვისაც რეზონინდა, ხო? ვერ გეტყვით, რომ ცოტა ნერვიულობა არ აქვს, თუმცა ეხლა ეს უფრო ოჯახიდან მოდის. ნერვიულობა შესაძლებელია რამე სახლის თემაზე ნერვიულობდეს. თქვენთან მიმართებაში უბრალოდ გაურკვევლობაში არის, რატო უთხარით ვარი. რატო გაходით მეგობრობიდან არა და კარგი მეგობრული თუ რაღაც ურთიერთობა იყო თქვენ შორის. რატო ხარ გაურკვევლობაში კაცო ესე სათხდება გაურკვევლობით კარგი, რატო რას ვერ გებულობ? აბა ეს გითხარი, რას ვერ გებულობ? ვერ გებულობს კი არა? ხო. ვერ გებულობს კი არა? ეს როგორ უნდა გითხრათ, იცით? მე ვფიქრობ, რომ რაღაცა გარემოებამ, უღონდ ოჯახის წევრების ახლობლო რაღაც შეიძლება დიდი სანათესა აყავს ხო ახლა მანდა მაინც დედას და დას ნუ მიახტებით კაცო ვისაც ყავს ხო? გავლენა იქონია ამ ადამიანზე ისეთი მისი ქმედებების შეცვალა და მისი მეტყველება შეცვალა და ნახეთ მოდი ასეთნაირად რო ვთქვა ეს ვერ ქონდა გაცნობიერებული მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ რომ ზუსტად მაგის გაცნობიერება უჭირს რომ ამხელა გავლენა როგორ მოახთინა დავშვათ გინდ აი სხვა მაინც ასე გამოდის ხო ჩემმა ოჯახის წევრმა ან ჩემმა ახლობელმა ან ჩემმა ოჯახურმა პრობლემამ მოდი პრობლემა დავარქვათ რაც არ უნდა ხდებოდეს მის ოჯახში აი ზუსტად ეგ არის ასე როგორ გადავიღალე ან ასე როგორ გადავიწვი აქ კი გადაღლის თემა იყო არ არის გამორიცხული შეიძლება ძლიერად ვერ გრძნობდა ფსიქოლოგიურად თავს თვითონ მისი დამახასიათებელს ვიძახი არ არის გამორიცხული რომ
ბიჭო რა არ ვიდეოს წერას ვიწყებ, მაშინ შემოდის ზარები, მაშინ შემოდის მესიჯები, მაშინ გაგიჟდება სულ ყველა. რაღაცა მიშლის ხელს საქმე. რაღაცა გლახათ ახარ შემოჩენილი. ვაი. ხო. ნახეთ როგორ არის აი მაგას ვეღარ ხვდება. შესაძლებელია ფინანსურად იყო ან რაღაც თავის საქმეში ისე ძლიერად ვერ გრძნობდა თავს, ხო? მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს სინამდვილეში ხა მე ვერ ვიტყვი რომ არ არის დამოუკიდებელი ადამიანი, მაინც დამოუკიდებელი. აი ზუსტად მაგას ვერაცნობიერებს, თუ ვერ ხვდება, თუ რაღაცა ემართება. და ამ ყველაფერმა საქმე იმაში, რომ თქვენზე მოახდინა, თქვენს ურთიერთობაზე გავლენა. ეხლა თვითონაც გაკვირვებულია თუ რაღაცნაირად ესე. მაგრამ ამას აშკარად გრძნობს. თუმცა თქვენი მხრიდან ელოდება, რომ თქვენ დაურეკავთ შეხმიანებით და ასე შემდეგ. კარგი, რა სიზამს ეს ადამიანი? სწავლობს თუ რაღაცა განათლებას, თუ რაღაცას განვითარებს, საკუთარ თავის აღზრდაზე, განვითარებაზე არის გადასული. სხვათა შორის ეს არ ქონდა გეგმაში მანამდე. რაღაცა მოულოდნელად გამოჩნდა. კარგით, ნახოთ მაშინ ახლა ჩვენ თქვენთან მიმართებაში. სხვათა შორის ძალიან გულში აქვს ის მდგომარეობა, რომ თქვენ რაზეც უკან დაიხეთ, ვარი უთხარით თუ გახვედით მისი ურთიერთობიდან, ან შეიძლება უკან დაიხეთ, ხო? ძალიან როგორ გრძნობს, იცი, არასწორ საქციელად თვლის ამას. ასე არ უნდა გეკნა. ხო, თქვენთან მიმართებაში ის არის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ ზუსტად თქვენს ურთიერთობაზე, ამ გულისტკენაზე და ფიქრობ, რომ შეიძლება უკვე დგება დრო, რომ რაღაცები დაივიწყოს და გადახარშოს, მაგრამ თავისებურად კი გრძნობა აქვს და უყვარხართ რაღაცნაირად. არის. იცით რა არის, ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, ზოგისთვის მithქვამს, რომ კი უყვარხარ ამ ადამიანს და თუ უყვარ ვარ, ასე რატო არ შვება, ისე რატო არ შვება, ისე რა. იცით რა არის? რამდენი ადამიანია, იმდენი შეხედულება. ადამიანს უყვარხარ არ ნიშნავს, რომ თქვენ როგორც გესმით, ზუსტად ისე უნდა მოიქცეს. თქვენ გესმით შეიძლება ისე, რომ დილით უნდა მოგართვათ ყავა. ბრჭყალებში ისე ვთქვათ. მაგრამ ეს ადამიანი არ არის ესეთი ტიპაში. პირიქით ფიქრობს, იქნების პირიქით ფიქრობს, თქვენ უნდა მიართვათ დილით ყავა. ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყავა არ მოგართვათ, თქვენ არ უყვარხართ ამ ადამიანს. თუმცა ურთიერთობიდან რომ თავს იკავებს ადამიანი ნახეთ, თქვენ გეუბნებათ, რომ რაღაცა მზად არ არის ურთიერთობისთვის და სხვა ადამიანთან შედის ეცნობა ვიღაცებს, ეს უკვე არის ტყუილი. გატყვევთ. ეს სინამდვილეში მზად არ არის თქვენთან ურთიერთობისთვის. თორე სხვასთან ძალიან კარგად მირბის და ან ნახე იმ სხვასთან კიდევ ახლა თქვენ რასაც ითხოვთ, ის არის იმ სხვასთან. ხომ არ იცით ეს. შეიძლება რაღაცა თავისი თავი დაიკმაყოფილა წამოვიდა ადამიანმა, ხო? ხო, მე იქ როგორ ვითარდება მდგომარეობები, უკვე მოვიმედე და მაგაზე ლაპარაკი აღარ გვინდა. ამიტომ აქ მე ასეთნაირად გეტყოდით, თქვენ როდესაც რატო ასე არ იქცევა, მაგას თქვენი ხასიათის მოსაწონად, იშვიათი არის ესეთი რაღაცა, ზუსტად იფიქროთ და მამაკაცმა ეს ყველაფერი გააკეთოს. თავიდან კიდე ხო, მაგრამ იცი რა, თავიდან აკეთებდა, მერე აღარ აკეთებს. ახლა გადაიღალა ადამიანი. თავიდან აკეთებდა, იმიტომ რომ მიექცია თქვენი ყურადღება,
იმიტომ რომ რაღაც ურთიერთობაში შესულს შეხვედით და რაღაცა მიაღწია მისას არა მისას კი არ მიაღწია მისას მიაღწია ერთი მაგრამ რაც ქონდა ხო ყოფილიყავით ურთიერთობაში მაგრამ უკვე აღარ სჭირდება ის მოდი ასე ვთქვათ თავის მოწონების თემა და აი თქვენი დათრევის თემა ცოტა უხეშა ჭყერს მაგრამ ასე არის ამიტომ თქვენ ვინც ცდილობთ ესეთი ქალბატონები რომ რაღაცები უნდა აკეთოს მამაკაცმა თქვენი გულის მოსაგებად ყოველთვის უნდა იცოდეთ რომ ეს იქნება ყოველთვის დროებითი მოიგო თქვენი გული მერე უკვე დაბრუნდება ის ადამიანი და შეგრჩებათ ხელში ის ადამიანი ვინც რეალურად არის ამაზე აღარ ფიქრობთ მე ეძებთ მიზეზებს იცით ისა თავიდან ესეთი იყო ეხლა რა შეიცვალა ვიღაცა ყავს ისა ეს არავინ არ ყავს ეს ასეთი იყო მაგრამ ეხლა ასეთი როცა არის ეხლაც აი თქვენც ისე ხართ ხო და ვერც მოდი ასე ვთქვათ თქვენთან ურთიერთობაში ვერ შემოვიდოდა ამ ფორმატით ამიტომ ეს არის თქვენი მოდი ასე ვთქვათ იძულებულს ხთით ადამიანს მოდი შეინიღბოს ასე არის ხო ამ ნიღაბს მე რო ჩამოიშლის აღარ თქვენ მოგწონთ და ეძებთ მიზეზები ხართ თქვენ სინამდვილეში თუ გინდათ არ შეინიღბოს მაშინ თავიდანვე აი როგორიც არის უყურადღებოა ისეთი უნდა შეხვიდეთ ურთიერთობაში ხო არც ერთს არ დაგჭირდებათ ნიღაბი თუ გაუგებთ ესეთნაირად ერთმანეთს გაუგებთ თუ ვერ გაუგებთ და всё ვერ გაუგებთ თავიდანვე გაიასნებულია ყველაფერი ხო ამ საკითხებზე ბევრი თქვენთაგანი არ ფიქრობთ სხვათა შორის ამ ადამიანს მე რო ახლა გითხარით რატომ მოვაყოლეს ყველაფერი კი უყარხართ მაგრამ ახლა მაგალითად ეს საკითხი ძალიან არასწორად მიაჩნია თქვენი მხრიდან სხვათა შორის ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დაფიქრებული გამოსავალს ეძებს რაღაც იმ მომენტში არის რომ თითქოს შეიძლება ბევრი რაღაც გადახარშა, განეიტრალდა. მერე კიდევ ადამიანი მართლა როდესაც არ არის, ხო, რაღაცა ხასიათი არ არის. თქვენ აიძულებთ, გინდა თუ არა ესე გააკეთეთ. ეს არის უკვე შეზღუდვა ამ ადამიანის. გინდა თუ არა, აი არ არის იმ ხასიათი ახლა, რომ თქვენს გვერდით რაღაცა მანდამაინც დღეს იხინკლაოს სიტყვაზე. იქნებ ზღვისპირზე უნდა ჩამოჯდეს, ან მარტოობა უნდა, იცით? ესეც უნდა გაითვალისწინოთ. აი ესეთ რაღაცებში უკვე ხდება პრობლემები. თუ ახლა ეს ადამიანი თქვენ გეუბნებათ და სხვასთან მირბის, ამ შემთხვევაში უკვე ეს უკვე ტყუილებია, ხო? მაგრამ სინამდვილეში თუ მარტო რჩება და რაღაცა, ეგ უკვე სხვა რამეა. კარგით, ნახოთ რა სიზამთ მაინც ახლა ეს ყველაფერი კი აქვს, მაგრამ საკუთარ თავში დავბალანსდებ. იცი რა არის? მე მგონია რომ მოხდება ამ ადამიანში ძალიან დიდი ცვლილებები. თან ვერ გელევათ, საქმე იმაშია რომ თან ვერ გელევათ. ძალიან მჭირდება შენი გვერდით დგომა, ამას გეუბნებათ. რა მხრივ ახლა ეს ყველასთან ინდივიდუალურია. ძალიან მჭირდება, რამე სხვა რა გეს. ოპერაცია. სასწრაფო ოპერაცია არ გახდეს აქ ვიღაცა, სასწრაფო უყურთ. ძალიან მჭირდება შენი დახმარება, ასე გეუბნება. და სხვათა შორის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მიდის ამ ადამიანში. ეს შეძლებს საკუთარი პოზიციის დაცვას თქვენს წინაშე. აი დაუშვათ უსამართლოდ რომ მოეკეცით, ან იქცევით, ან რაღაც ხდება ეს გაუგებრობა,
აი მაგ საკითხების მოწესრიგება, უნდა მოაწესრიგო ახლა თუ ტყუილს ამბობს ადამიანი, თავის დაცვა აქ პირიქით უნამუსობაზე მიუთითებს.